ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერების აქტიური მხარდაჭერით 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე ქვეყნის ყველა რეგიონში ტარდება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი. ღონისძიება ორგანიზებულია კამპანია არა ნარკოტიკს ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას და ნარკოტიკზე უარის თქმის მოტივაციას სპორტის ძალით. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით და მოიცავს როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე ჩატარებულ თამაშებს. თითეული რეგიონის გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში. ჩემპიონატში ჩართულია საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტი და თბილისიც. დღეს ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბოლნიში, მიმდინარეობს ჩემპიონატი. ჩართულობა საკმაოდ მაღალია, 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. აქ გამარჯვებული გუნდი უკვე შემდეგ იასპარეზებს რეგიონალურ ჩემპიონატში და შემდეგ უკვე იქ გამარჯვებული გუნდი ითამაშებს საქართველოს პირველობისთვის. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა მინი ფეხბურთი ტურნირი, მუნიციპალური თამაშები, ლოზუნგით არა ნარკოტიკს, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 8 გუნდი შეიკრიბა ბოლნისში და შეაჯიბრებიან პირველობისთვის, რომლებიც შემდგომ გადავლენ რეგიონალურ თამაშებზე, რაშიც წარმატებას უსურვებენ ბოლნისელ ფეხბურთელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ის მხარდაჭერით გაიმართა ეს კონკრეტული პროექტი და თამაშები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სრულად მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ყველა ნაბიჯს, განსაკუთრებით კი სპორტს.